აბაჯონო ექიმობა, მოდით ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზეც. ნამდვილი ზამთარი გვეწვია უკვე, მთელი თავისი ხიბლით, კარგადაც აცივდა უკვე, მინუს ტემპერატურასაც დაეცა უკვე მაჩვენებლები და მოყინა კიდევაც. როგორც წესი, როდესაც ასე იცვლება ამინდი, ვფიქრობ, რაღაცა ცვლილებებით საჭიროა, რადგანაც უკვე გახშირდა შემთხვევები. ისი? აი, ვერც ვუყურებ ამას, ის კი არა რომ მეცინე. ხო ვითომ სახალისო, ბაი. სახალისო, ვერც უყურებ ამ დაცემებს, თქვენ კიდე უყურებ. ანუ არიან ადამიანები, ვინც ასეთ ვიდეოებზე ძალიან კარგად ერთობიან, იცინიან და ხალისობენ და მე იუმორი მიქრება სადღაც სრულიად, იმიტომ რომ რანაირად შეიძლება ისეთ შევხედო ამას იუმორით, როდესაც უწარეს გამოცდილებას იღებს ადამიანი მინიმუმ მომენტალურ ტკივილს და მაქსიმუმ არ ვიტყვი კიდე რა გართულებას და მოტეხილობას. გარდა იმისა, რომ მოყინულია თოვლი თუ დაედო ზემოდან, ხო, გონია რომ აი თოვლია და თოვლში ქვემოდან არის ყინული და ამ დროს პანტაპუნტით ეცემა მართლა ხალხი. ხო და თანაც დავაკვირდი. ქალები უფრო ხშირად ეცემიან, ვიდრე მამაკაცი. რატო? არ გვაქვს კარგი კოორდინაცია ან რაღაც ჩამხაუჭების უნარი? არა. დავეკიდეთ არ არის? სილამაზეზე ზრუნავთ ზამთარშიც და მაინც აი ხუსლიანი დრო არ გამოყვიდე, რომელზეც სტაბილურობას ისედაც ცოტა არის, ამის გამო ქალები უფრო ხშირად ეცემიან, ვიდრე მამაკაცები. ფეხსაცმელზეა დამოკიდებული. ხშირად. რაღაცა მგონი რომ ასაკში დაცემა გვავიწყდება თუ რაღაცა ბავშვობაში უფრო ადვილად ვეცემით თუ ვეცემოდით. ნუ მანდ სიმაღლეა დაბალი და წონა გაქვს დაბალი და დიდად ანუ არ ტრავმირდები და რო გაიზრდები უკვე მაღლიდან ეცემი და მაღლიდან ეცემი. კარგი, მაშინ მითხარი რა სახის ტრავმები არის ყველაზე ხშირი, ასე ქუჩაში სიარულის დროს წაქცევით და ფეხის აცურებით პასრი. ყველაზე ხშირი ეს არის კოჭწვის სახის ტრავმა. წვივის შემდგომ და მე არის მხარი და წინა მხარი. დავაეცემი ხელის ან დახვედრება, ან საშინელება. ან მხრით დაცემა, ეს არის ყველაზე ხშირი ტრავმები ზამთარში. ხო. ესე გამოიყურება მოტეხილი ძვალი? ხო, აი ეს სერიოზული. ეს არის ორივე სხივის მოტეხილობა. არა, ეს არის წვივის ორივე ძვლის მოტეხილობა, ფრაგმენტული, ხო. ყურებაც კი არ შემიძლია. მართლა რართული საყურებელია? ბევრი ფაქტორი არის, ხო, ჩართული. აქ ყველაზე გასათვალისწინებელი რა არის, ჩვენ მაყურებელმა უნდა იცოდეს და იცის კიდევაც, რომ ასაკს აქვს, ხო, მნიშვნელობა. ასაკში ჩვენი ძველები უფრო მყიფეა და შესაბამისად მცირე ტრავმაც კი შეიძლება ისეთი მოტეხილობით დასრულდეს, როგორც არის თქვა ბარძაყის მოტეხილობა, ხშირია ხოლმე ხერხემლის მოტეხილობაც. კი, მალის მოტეხილობა. აი ასაკში რა არის? იმიტომ ზოგჯერ მე ჩემი თავი. ასაკში ყველაზე ხშირი არის ბარძაყის ყელი, 65 და მეტი. შენ არ ნერვიულობ. ჯერ დრო გაქვს. მაგრამ მაინც. თუმცა იაპონელებმა მოიგონეს აერბეგი. ხო, დაცემის. როგორც კი, სასრიალო აერბეგები ხო არის. ხანდაზმული ადამიანებისთვისაც იქ ძალიან ბევრია ხანდაზმული და უკეთია ეს აერბეგი, ჩვენ დადის და როგორც კი წაიქცევ, ეგრევე იშლება. ხაპარი. აი ერთი კაი რჩება. ალბათ იყიდება ხა ყველასთვის, მარტო იაპონელებს ხო არ გაიყიდება. მარტო ასაკი ხო არ არის აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთრის სეზონზე ძალიან ხშირია ტრავმები, ზამთრის კურორტებზე, აი სამთო სპორტი, ვინც ამითია დაკავებული, გაცილებით უფრო მეტად ყურადღებით იყოს და შესაბამისად აქ მოტეხილობები საკმაოდ სერიოზულია ხოლმე. კი, საკმაოდ. ასე ვერც ერთ ვერ უყურებ. ვაი. აი მე გადატეხა წელს. რა ხდება? რატო არ გაუშვა ხელი? ხო. მოკლედ, ვახსენეთ სპორტი, ალბათ ზოგადად არც ერთი სპორტი არ არის 100%-ის უსაფრთხო, ხო? ყველა სპორტს გააჩნია რაღაც ტრავმის ალბათობა. თუმცა ალბათ აი წესების უგულებელყოფა არის მთავარი რისკ ფაქტორი, ის გამოც შეიძლება რაიმე ტრავმა განვითარდეს. უნდა მოვემზადოთ და ანუ უთხრათ ჩვენ ტელემაყურებელებს რა წესები უნდა დაიცვან საბთო სათხილამურო კურორტებზე. კარგი, ჩვენ გვექნება საშუალება ახლა პირდაპირ ჩვენ სტუდიაში მივესალმოთ ჩვენს რეზო მიატის, რომელიც გუდაურში იმყოფება და სხვათა შორის მეუბნებოდა ამოდიო. მე ვთქვი, მუშაობ რა თქო. თვითონ ასულა და ვნახოთ, აბა მოგვიყვება ამბავს გუდაურიდან.
სალამი მეგობრებო, მოგესალმებით უდავრიდან. დღეს ჩვენ გასწავლით თუ როგორ უნდა ისრიალოთ უსაფრთხო. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პროფესიონალი გიორგი მოგახსენებ ყველაფერს. გამარჯობათ, მე ვარ გიორგი ვეგაშვილი, ფილამურის ინსტრუქტორი. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან აუცილებელი არის სწორად ავარჩიოთ ჩვენი აღჭურვილობა. საჭირო არის ჩაფხუტი, ყოველთვის უნდა იყოს შეკრული ჩაფხუტი, რადგან დაცემის მომენტში ჩვენი კისერი, თავი იყოს დაცული. შემდეგ ხერხემლის დამცავი არის აუცილებელი. იმის გამო, რომ ჩვენ შეიძლება წინ ვაკონტროლებდეთ რა ხდება, მაგრამ ვერასდროს ვერ ვაკონტროლებთ რა ხდება უკან. უკნიდან დაჯახების შემთხვევაში ყველაზე დიდი ზიანი ჩვენს ხერხემალს უწს, კისერს და უკანა ჯვარედი ნიოქსაც დიდი საფრთხე ადგება ხოლმე. რაც შეეხება ბათინგს. ბათინგში არ შეიძლება კომფორტულად ვზნობდე თავს. ბათინგი უნდა იყოს მოჭერილი. კი უნდა იცავდეს თქვენს ყოჩს, თქვენს წვირს, რა თქმა უნდა თითებს, უსლებს და ფეხს კლიენტს. ფილამურებს რაც შეეხება დამწერლობისთვის რეკომენდირებული არის დაბალი, სადაც მიკაპამდე, წვირამდე სიმაღლის ფილამური. თქვენ წონაზე 5-6-7 კილოთი უფრო დაბალ წონაზე რომ დააყენოთ, იმიტომ რომ წაქცევის შემთხვევაში ფილამური უნდა გაგზურეთ. მაღალ წონაზე როცა გაყანის სიმძიმე დაარტყოს ფილამურს, არ გაგზურებათ თუ მაღალზე იქნებით. და მე უკვე სერიოზული ტრავმა შეიძლება მიიღოთ, ძალიან ხშირი არის ხოლმე მენისკი, ჯვარედი ნიოგის გაწყვეტა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სრიალის დროს რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი წესი სრიალის დროს არის ის, რომ იყურებით და აკონტროლებთ წინ რა ხდება. წინ და თქვენს გვერდს. რომ გაითვალისწინოთ დისტანცია, სხვა მოთხილამურებს არ შეუქმნათ საფრთხე. არასდროს არ ვიყურები უკან, იმიტომ რომ როდესაც გავიხედები უკან, კარგავ წინ რა ხდება. რეკომენდირებული არის 8-10 მეტრი დისტანცია, ეს როგორც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ წინ მიმავალს არ დავეჯახოთ, ისე არიან ჩვენს უკან მომავლები, იმაზე პასუხისმგებლები, რომ ჩვენ არ დაგვეტანოთ. რაც შეეხება წაქცევას. არის ესეთი რაღაცა, რომ როდესაც ბავშვი იქცევა, ყოველთვის იქცევა სახით. მე რომ ვიზრდებით უკვე ჩვენი რეფლექსი გვეუბნება, რომ გადავარდი უკან. რაც არ არის სწორი თხილამურებთან მიმართებაში. ყოველთვის ვაკეთებთ რას? როდესაც გრძნობთ, რომ კარგავთ ბალანსს, მიდიხართ ან ძალიან სწრაფად, ან ვინმე ესაკებით ან ასე შემდეგ, რას ვაკეთებთ? ჯდებით მუხლებში და ვირჩევთ მხარეს. ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. ზედაპირულად ალბათ ამოვწურე, რაც შემიძლია რომ მეთქვა. დანარჩენი ალბათ უფრო პრაქტიკაში უნდა გამოცადოთ, ისიამოვნოთ და რა ვიცი. კარგ ზამთარს და დასვენებას გისურვებთ. დიდი მადლობა გიორგის საინტერესო რჩევებისთვის. დავამატებდი იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ ალკოჰოლის სრიალის დროს, ასევე რეკომენდირებულია, რომ სრიალის დროს არ მოусმინოთ მუსიკას, რადგან გავიგოთ უკნიდან მომავალი მუსრიალეს ხმა, რომ არ მოხდეს შეჯახება. აქვე არ შემიძლია, რომ არ მოგცეთ სამედიცინო რჩევები მთაში სრიალის დროს და ჩვენი დერმატოლოგი ნათია თოდუა გვეტყვის ყველაფერს. გამარჯობა. იმისთვის რომ ზამთარში გავუფრთხილდეთ ჩვენს კანს, განსაკუთრებით კი მთაში, აუცილებელია რამდენიმე ძალიან მარტივი რეკომენდაციის დაცვა. პირველი, არ დაგვაუწყდეს ყოველდღე მზისგან დამცავი საცხის გამოყენება, იმიტომ რომ ულტრაისფერი სხივები ბევრად უფრო მწველია, ვიდრე ქალაქში. ასევე შეგვიძლია ჩვენი დამატებითი საწყისფრო სქელი სტრუქტურის იყოს, რომ კანი დავიცვათ გამოშვებისგან, ასევე სიცივისგან და ზედმეტი გაყინვისგან შეგვიძლია ნიღაბი გამოვიყენოთ და მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი, რათა არ გამოშეს ჩვენი ორგანიზმი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. და არ დაგავიწყდეთ კანის დაცვასთან ერთად დავიცვათ თქვენი თვალები. ამისათვის აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ მზისგან დასაცავი სათვალეები. დიდი მადლობა.